ფინანსური გამოცემა Forbes-ის მონაცემებით 2025 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ერთად 1.4 მილიარდს გამოიმუშავებს. ეს კი მცირედით მეტია, ვიდრე გასული წლის 1.38 მილიარდიანი მაჩვენებელი, რაც Forbes-ის მიერ 1990 წლიდან წარმოებული რეიტინგის ფარგლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს არის მხოლოდ მეორე შემთხვევა 2024 წლის შემდეგ, როცა ტოპ 10-ის ყველა წევრმა 100 მილიონს გადააჭარბა. სიაში ორი სპორტსმენი სტეფ კარისა და შოჰეი ოტანის მოედანს გარეთ მიღებულმა შემოსავალმა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში 100 მილიონი შეადგინა, რაც მოიცავს რეკლამებს, იმიჯს, მერჩებსა და ლიცენზირების საფასურს. Forbes-ის მიხედვით წლევანდელ წლამდე აქტიური სპორტსმენებიდან მსგავსი შედეგი მხოლოდ 3 ათლეტს დაუფიქსირდა: კონორ მაკგრეგორს, ტაიგერ ვუდს და როჯერ ფედერერს. თანაც აღსანიშნავია, რომ წელს მსგავსი მიღწევის მქონე ორივე სპორტსმენს არანაირი ცნობილი კავშირი არ აქვს საუდის არაბეთთან, რაც მათ განსაკუთრებულად გამოარჩევს მათივე შემოსავლის კატეგორიაში მყოფი სხვა სპორტსმენებისგან. და ეს ყველაფერი მაშინ, რაც 3 წლის შემდეგ საუდის არაბეთმა სპორტულ სამყაროში LIV გოლფის შექმნით გარდატეხა შეიტანა. რეიტინგის პირველი ადგილოსანი სანაზღაურება ნათლად აჩვენებს, რამდენად გაიზარდა სპორტსმენების შემოსავალი ამ რეიტინგში, როცა მან პირველად დაიკავა პირველი ადგილი 2016 წელს, მისი შემოსავალი 88 მილიონი იყო, მომდევნო წელს კი 93 მილიონი. დღეს კი ვერც ერთი ეს რიცხვი ვერ მოხვდებოდა ტოპ 14-ში და ორივეს ჯამიც კი 94 მილიონით ჩამოუვარდებოდა მის წლევანდელ შემოსავალს. მთლიანობაში კი 2025 წლის 5 ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება. მეხუთე ადგილი ლიონელ მესი, ფეხბურთი, 125 მილიონი $. სოფლიოში ალბათ არც ერთი სპორტსმენი არ ნიშნავს იმდენს საკუთარი ლიგისთვის, რამდენიც ლიონელ მესი MLS-ისთვის. ლიგამ დიდი შემოსავალი და გუნდების ღირებულების ზრდა განიცადა მესის ეფექტის წყალობით. მოედანს გარეთ მას აქვს მრავალმილიონიანი კონტრაქტები ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, რომელმაც ოქტომბერში გამოუშვა მესისა და მუსიკოს Bad Bunny-ის ერთობლივი კოლაბორაცია. მან დაარსა საკუთარი მედია კომპანია 525 როსარიო, რომელიც გეგმავს სამეცნიერო ფანტასტიკური ანიმაციური სერიალის შექმნას 12 წლის ლეოზე. გარდა ამისა, მესიმ წარადგინა საკუთარი სპორტული სასმელი მას პლასი, თუმცა ბრენდი იურიდიულ დაპირისპირებაში აღმოჩნდა ლოგან პოლის Prime Hydration-თან ბოთლის დიზაინის მსგავსების გამო. შესაჩფოთებელია, რომ მესის კონტრაქტი ინტერ მაიამისთან წელს იწურება, თუმცა გავრცელებული ცნობით ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მეოთხე ადგილი დაკ პრესკოტი, ამერიკული ფეხბურთი, 127 მილიონი $. დაკ პრესკოტმა სექტემბერში გააფორმა 4 წლიანი 240 მილიონიანი კონტრაქტი დალას კოუბოისთან, რაც NFL-ის რეკორდს წარმოადგენს საშუალო წლიური ანაზღაურებით გარანტირებული თანხით და ისტორიაში ყველაზე დიდი ხელმოწერის ბონუსით 80 მილიონი $-ის ოდენობით. მიუხედავად ამისა, პრესკოტი ტოპ ანაზღაურებად სპორტსმენებს შორის გამოიკვეთა ერთგვარი კალენდარული ფანდით. მარტში ის დათანხმდა ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციას, რომელიც 45.75 მილიონი ხელფასიდან ხელმოწერის ბონუსად გადაიქცა, რაც ნიშნავს, რომ ის წლიურად ფაქტობრივად 2 სეზონის ხელფასს იღებს. საფეხბურთო მოედნის გარეთ პრესკოტს ერთ-ერთი საუკეთესო სპონსორული პორტფელიო აქვს NFL-ში. თანამშრომლობს Nike-ის Jordan ბრენდთან, Dick's Sporting Goods-თან და Lowe's-თან. იგი ასევე მუშაობს Crunch Fitness-ის ფრენჩაიზთან ერთად ტექსასში ახალი ფიტნეს კლუბების გასახსნელად. მესამე ადგილი ტაისონ ფიური, კრივი 146 მილიონი $. ფიური ამ შთამბეჭდავი შემოსავლით ალბათ ცოტათი მაინც დაივიწყებს მძიმე წელიწადს, რომელიც რინგზე გაატარა. მანამდე დაუმარცხებელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მძიმე წონაში, რომელმაც 35 პროფესიული ბრძოლა მოიგო, მაისში დათმო WBC-ის ტიტული ოლექსანდრ უსიკთან და დეკემბერში რევანში ისევ წააგო. ერთ თვეში ფიურიმ სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ 36 წლის ასაკში ტოვებდა სპორტს, თუმცა ეს უკვე კარიერაში არაერთხელ გაუკეთებია. რინგის გარეთ ბოშათა მეფე თანამშრომლობს მალტის ტურიზმის სფეროსთან, სადაც მან მეორე უსიკთან ბრძოლისთვის გზადება გაიარა. მას ასევე აქვს რეალიტი შოუ At Home with Furies Netflix-ზე. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონი ჯერ ოფიციალურად არ დაანონსებულა, ფიური გასულ წელს გადაღებებზე შენიშნეს. მეორე ადგილი სტეფ კარი, კალათბურთი, 156 მილიონი $. 156 მილიონი NBA-ის ახალი რეკორდია შემოსავლის თვალსაზრისით. 2023 წელს კარიმ გააფორმა ხანგრძლივი კონტრაქტი Under Armour-თან, რაც გულისხმობს, რომ ის Curry ბრენდის სახე იქნება მისი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგაც. ეს შეთანხმება მოიცავს ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას, დამატებით კარის 2029 და 2024 წლებში გადაეცემა 75 მილიონი აქციების სახით. მოედანს გარეთ მან ინვესტიცია ჩადო Nirvana Water-ში და ქალთა საკალათბურთო ლიგაში Unrivaled, ასევე ყოფილ პირველ ლედისთან მიშელ ობამასთან ერთად დააარსა სპორტული სასმელის ბრენდი Pleasy Hydration. გარდა ამისა, ის გახდა ასისტენტ გენერალური მენეჯერი თავის უნივერსიტეტში დევიდსონის კოლეჯში. საკუთარი მედია კომპანია Unanimous Media-ს მეშვეობით მან შექმნა დოკუმენტური ფილმი Sentenced და მონაწილეობდა სერიალში Mr. Throwback, რომელიც მიუხედავად პოპულარობისა ერთი სეზონის შემდეგ გაუქმდა. მოედანზე კარიმ აგვისტოში გააფორმა 62.6 მილიონიანი წლიური ხელშეკრულება, რომელიც მას Warriors-ში 2026-27 წლების სეზონამდე შეინარჩუნებს და ამ პერიოდისთვის NBA-ში ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.
პირველი ადგილი კრიშტიანო რონალდუ ფეხბურთი $275 მილიონი. მესამე წელია ზედიზედ და მთლიანობაში მეხუთედ კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. მას შემდეგ რაც Forbes-მა ამ რეიტინგის გამოქვეყნება დაიწყო, $275 მილიონიანი შედეგი ისტორიაში მესამეა. კრიშტიანოს მხოლოდ მოკრივე ფლოიდ მეიუეზერი უსწრებს, რომელმაც 2015 წელს $300 მილიონი და 2018 წელს $285 მილიონი გამოიმუშავა, თუმცა 40 წლის ასაკშიც კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ახალ მწვერვალებს იპყრობს. სექტემბერში UEFA-ს ერთა ლიგის მატჩში პორტუგალიის ნაკრებში გატანილი გოლით რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოფიციალურ თამაშებში 900 გოლი გაიტანა, თუმცა მოედნის გარეთ ის კიდევ უფრო აქტიური იყო. ბოლო 12 თვის განმავლობაში ალ-ნასრის თავდამსხმელმა ინვესტიცია ჩადო ტექნოლოგიური სამაჯურების მწარმოებელ კომპანიაში WHOOP, ფაიფურის მწარმოებელ Vista Alegre-ში და საკვები დანამატების ბრენდში Bionic. აპრილში რონალდუმ ასევე გამოაცხადა, რომ იწყებს ერთობლივი ფილმების სტუდიას რეჟისორ მეთიუ ვონისთან, რომელიც ცნობილია Kingsman-ის სერიით. მედიის სფეროში რონალდუმ სხვა მიმართულებითაც გააფართოვა საქმიანობა. აგვისტოში დაიწყო იუთუბერობა, რომლის არხსაც უკვე 75 მილიონი გამომწერი ჰყავს, რასაც ემატება მისი 929 მილიონი მიმდევარი Instagram-ზე, Facebook-სა და X-ზე. გარდა იმ ვიდეოებისა, რომლებიც ასახავს მის მონაწილეობას პარიზის მოდის კვირეულში და თანამშრომლობას ცნობილ იუთუბერ Mr. Beast-თან, რონალდუმ არხი მედია პლატფორმადაც აქცია. თებერვალში პირდაპირ ეთერში გადაიცა პადელის ტურნირი Er-Riyadიდან, რომელსაც ცნობების მიხედვით 600,000-ზე მეტი მაყურებელი ჰყავდა.